ესე იგი, ამ ინსტალაციაში ჩვენ წარმოგიდგენთ კლაინის ბოთლს. ეს არის ტოპოგრაფიული სტრუქტურა, რომელიც ასახავს დროისა და სივრცის არაორიენტირებად მიმართებას. ლაკანს მიაჩნდა, რომ იგი იყო რეალურთან მიმართებაში ყველაზე მიახლოებული ზედაპირი და ალან ბადიუს აზრით ის სიმართლის მოპოვების პროცესის სტრატეგიაა და სტრუქტურა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის გარეს და შიდას, ღიას და დახურულის, სიღრმის და სიბრტყის, სუბიექტის და ობიექტის, მესა და სხვას დიალექტიკური მიმართება. თუმცა ეს არ არის საწინააღმდეგოების მარტივი უსასრულო კავშირი. მისი ფორმა მნიშვნელოვანია იმით, რომ ის ზედაპირზე არის აუცილებელი კვეთა, სადაც ის ხორთუმი შედის კლაინის ბოთლში. ან გამოდის ზედაპირიდან. ეს არის ის აუცილებელი ნახვეტი, რომელსაც ქმნის მიღმა ყველანაირ სიმბოლურად და წარმოსახვითად მიმართული დისკურსისა. ლაკანის რეალური არის ის, რაც არის ენობრივის მიღმა, მაგრამ არა ტრანსცენდენტალურად, არამედ ზედაპირულად. ანუ კლაინის ბოთლი გვიჩვენებს ჩვენს ზედაპირს, რომელიცაც შეიძლება მიუახლოვდეთ რეალურს. მე არ ვსაუბრობ დღეს სიმბოლურის და წარმოსახვითის, გარეს და შიდას, ხელოვნურის და ბუნებრივის დიალექტიკაზე, არამედ სავარაუდოდ კლაინის ბოთლის ყველაზე მნიშვნელოვან დინამიკაზე, რომელიც არის კავშირში ამ გამოფენის თემასთან, მომავალზე. კლაინის ბოთლი არ არის ფატალისტურ დეტერმინისტული ფილოსოფიის ობიექტი, რომელიც მომავალს განიხილავს როგორც წარსულთან უსასრულო პროცესით მიბმულს და შესაბამისად უცვლელ, დახურულ წრეც. იგი არის პირველ რიგში მომავლის პოტენციალობის და მოქმედების გზამკვლევი. მოდით ვისაუბროთ დროზე. წარსული არ არის ზუსტად ის, რაც მოხდა ადრე, რადგან ის, რაც მოხდა ადრე, აღარ არის. წარსული არ არის, რაც განაპირობებს იმას, ვინ ვარ მე ეხლა, იმიტომ რომ მე ვერ ვლაპარაკობ იმაზე, თუ ვინ ვარ მე ზუსტად ამ მომენტში, როგორც სუბიექტი. საუბრისას თავად საუბარი მე მუდმივად მცვლის და შეუძლებელს ხდის ჩემი სუბიექტი დავაფიქსირო იმ მომენტში, როდესაც მე მასზე ვსაუბრობ. ისტორია არის მომავალი წარსულში. ანუ ის, რაც მე ვიქნებოდი, ანუ ის, რაც მე ვხდები. სუბიექტი არ არის იქ, სადაც იგი საუბრობს. იგი იქმნება იქ, სადაც დაასრულებს წინადადებას და საუბარს, ნათქვამის წარსულში, მომავალ წარსულში. როგორც აღვნიშნე, ამითი იმის თქმა არ მინდა, რომ მომავალი არის წარსულით განპირობებული. მომავალ წარსულში ადამიანი მუდმივად გარდაქმნის თავის იდენტობას წარსულში მომავლის წინასწარმეტყველების გზით. ეს პროცესი გარდაქმნის როგორც წარსულს, ასევე მომავალს. ამ პროცესის დაუსრულებლობა განპირობებულია ზუსტად იმ რეალურით, რომლის სიმბოლურში მოქცევა ბოლომდე არის შეუძლებელი და რომელიც შესაბამისად თხრობის პროცესის უსასრულოს და პერმანენტულს ხდის. ამ აზრით იდენტობა არ არის უცვლელი ობიექტი, არამედ ზმნა, რომელიც მუდმივად ითვლის თავს როგორც ერთს. ეს არ არის აპოკალიფტური მომავალი. სუბიექტი მოქმედებს მომავალ წარსულში იმისთვის, რომ შეცვალოს იგი თავისი სახელდების მოქმედებით. სახელდება არის გადადებული მომავალში
იმისთვის, რომ მომავლის წარსულში მან შეიძინოს მნიშვნელობა იმ მოვლენებით და სიმართლით, რომელიც ჯერ არ არის. ბადიუს ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ, სუბიექტი ამით არ არის მიბმული წარსული მოვლენის ერთგულებასთან, არამედ მომავალი წარსულის მოვლენის ერთგულია. ეს არც დელუზის მომავალი მოვლენისთვის მზადყოფნის პროცესია, რადგან სახელდებით თავად მომავალი წარსულის შეცვლა ხდება შესაძლებელი მომავალ წარსულში. ეს არის ზუსტად სახელის მატერიალურობა და ეს ის სახელია, რომელიც მომავალში იყო. ეს პროცესი არ არის მომავლის სწორხაზოვანი განჭვრეტა, არამედ წარსულზე მოქმედებით მისი შეცვლის დაუსრულებელი პროცესი. ამის მაგალითი ყველაზე თვალნათლივად შეიძლება დავინახოთ ინდიელების, ამერიკელი ინდიელების ტომების სახელდების ტრადიციაში. ინდიელები ან ადგილობრივი ამერიკელები, აბორიგენი ამერიკელები სახელებს არქმევენ ერთმანეთს არა იმის გამო, თუ როგორი თვისებები გამოავლინეს ადრე, არა მხოლოდ მაგის გამო, ან უნდა გამოავლინონ მომავალში, არამედ მომავალი წარსულის შესაცვლელად. სახელი თავისთავად მოქმედებს როგორც წარსულის გააზრების ახალი მომავლის წარსულის შემქმნელი აგენტურობა. წინასწარმეტყველება ითვალისწინებს თავად წინასწარმეტყველების ფაქტოს მომავლის განჭვრეტაში. ეს არის ენის სტრუქტურული მატერიალურობის კვაკუთხედი. ინდიელებისთვის დროის სპირალურობა არ ნიშნავს მუდმივ დაბრუნებას, არამედ დაბრუნებას ახალ მომავალში, ანუ მომავლის წარსულში. როგორც ლაკანი აღნიშნავს, აღნიშნელი წარმოადგენს სუბიექტს სხვა აღნიშნელისთვის. სუბიექტი და სხვა არის ზედაპირი, რომელსაც გადაულახავი ხვრელი ყოფს კლაინის ბოთლში, რომლის გარეშეც კლაინის ბოთლი არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ხორთუმი შედის მის ზედაპირში და ჭრის მას. გამოსავალი არის გარეშიდან, ანუ მომავალი წარსული. ამიტომ ახალი სახელდება თავისი განწირულობის მიუხედავად უბრუნდება ძველ ნიშნულს. ისევე, როგორც ვერ შევალთ იგივე მდინარეში ორჯერ, ჩვენ ვერ დავიჭედებით წარსულში. იმიტომ რომ ის მხოლოდ მომავალშია. ჩვენ ვერ შევალთ იგივე მდინარეში ორჯერ, ნიშნავს რომ მდინარე უცვლელია, რადგან იგი იცვლება. ინდიელებმა შეიძლება შეცვალონ თავისი სახელი, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც არ შეიცვალოს. ამას ინდიელები ამ უცვლელს უწოდებენ წითელ გზას. წითელი გზა არის კლაინის ბოთლზე დახვეული სპირალი. სახელდება არის სიცოცხლის ძალა, რომელშიც გარდაიქმნიან წარსულის სულები და ბრძოლა გრძელდება მომავლის წარსულში. დიდი მადლობა. თუ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ დამისვათ. დიდი მადლობა თქვენ. მე მაქვს ერთი კითხვები შეიძლება. თქვენ კი ახსენეთ ერთი ფრაზით, მაგრამ ცოტა უფრო მეტად თუ შეგიძლიათ გითხრათ, დინარესთან დაკავშირი აქვს. კი ახსენეთ, რომ ერთსა და იმავე დინარეში ვერ შევალთ ორჯერ და ალბათ სადღაც აქ არის ნაგულისხმები ეს კავშირი, მაგრამ ცოტა უფრო მეტად ამაზე შეგიძლიათ. ანუ როდესაც ჩვენ ვივართ მეორედ იგივე მდინარეში, ამ შემთხვევაში ჩვენ მდინარე, როგორც ის რაც იყო
არის ძველი, ხოლო მეორე შეცვლა არის ახალი. ეს შესაბამისად ახალ შეცვლაში თავად მდინარე როგორც სახელი არის მომავლის წარსულში. მეორე შეცვლა არის ესე იგი მომავალი, იმიტომ რომ მეორე შესვლის დროს ხდება ისევ მოქმედების განხორციელება, სიმბოლური მოქმედების, რომელიც დაუსრულებელია სანამ არ დასრულდება, ხოლო როდესაც დასრულდება, ის დასასრული განაპირობებს სუბიექტს, რომელიც მას ახორციელებდა. შესაბამისად, იმ სუბიექტის მოქმედება უკვე მომავლის წარსულშია, თავის მდინარეა. ეს ჩამოსვლა კავშირი ერთმანეთში რა. არა, პირიქით სრულყოფაც არ არის, მაგრამ არ არის ქაოსიც. ანუ აქ არის გახსნილი ნაწილი კლაინის ბოთლის, აგრეთვე მისი დახურული შიდა სივრცე. ანუ აქ არის როგორც დასრულებულობის, ასევე დაუსრულებლობის ჩაბრუნებას ხო? ხო, სიგნიფიკური. იგროვებს ხო? როგორც ესეთი დაგროვებით შეუძლია დააგროვოს, ანუ შეუძლია რაღაცის მოქცევა განახორციელოს თავის სივრცეში, მაგრამ ამავდროულად მისი სივრცე არის დაუსრულებელი. ეს ხაზებია მესმის რაც არის რა, ზედა ხაზები, რომელიც უნდა წაიკითხოს შიდა დაგროვებული, რომელიც არ უნდა გაექცეს რა, აქედან პირდაპირ. ეს ყვითელი და ლურჯი არის ორი საწინააღმდეგო მიმართულებით მიმართული მობიუსის წრედი. მობიუსის ლენტა, რომელიც აგრეთვე დაუსრულებელია, მაგრამ მობიუსის ლენტა შეუძლია კონდეს ორი სხვადასხვა მიმართულება იმის მიხედვით, როგორ დავაწებთ. კიდევ უნდა დატანიება პროცესში, ხო? ნამუშევარ პროცესში, კიდევ უნდა ჩაერევოთ რაღაც. ნამუშევარი უნდა ჩასულიყო მდინარეში, მაგრამ შეგვიძლია ეს წარმოვიდგინოთ. ხო, პროცესში რა ასე. ხო, მუდმივ პროცესში არის, ეს არის პერმანენტული პროცესი. ანუ მუდმივი პროცესი თუ ესე კი ჩადის თუ არ ჩადის მდინარეში? მდინარეშია. მუდმივად მდინარეში. მუდმივად აწმყოშია, რომელსაც ჩვენ ვერ ვარქმევთ სახელს და მხოლოდ ვარქმევთ მას სახელს მომავლის წარსულში. ხო. და შესაბამისად წარსულის სახელის დარქმევით აგრეთვე მხოლოდ მომავლის წარსულში შეგვიძლია ეს წარსული თავიდან გადავიაზროთ და შესაბამისად მოახდინოთ ახალი მომავლის პოტენციალობის შექმნა. თუმცა აქ არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ ესე იგი უკან ხედვაზე, არამედ ამ პროცესში არის ესე იგი უკან ხედვა ყოველთვის წინიდან. ანუ ეს არ არის ვოლტერ ბენიამინის ანგელოზი, რომელიც მხოლოდ უკან იხედება ჰიუბრისი მიაქანებს, არამედ არის აგრეთვე ვოლუნტარისტული და დეტერმინისტული სუბიექტის დიალექტიკა, რომელსაც აგრეთვე შეუძლია ამ ნახტრეგლიხკაიტით, ანუ უკვე გააზრებით მომავლის აქტიურად შექმნა. ეს მოდის ესე იგი ლაკანიდან, ფრანგული ფსიქოანალიტიკური სკოლიდან, მაგრამ ამ მომენტში არის ესე იგი კვანტური ფიზიკის და ესე იგი სიმების თეორიის ცენტრალური ობიექტი. ანუ ლაკანი ამბობს, რომ სამყარო არის ტორუსის ფორმის, ანუ ბუბლიკის ფორმის, მაგრამ ნუ ფაქტურად ბუბლიკი არის ეს, ისევ და ისევ, იმიტომ რომ მას და ამასაც აქვს ესე იგი ხრელის და დასრულებულობის თანხმედრის შესაძლებლობა. ან დასრულებულობის შესაძლებლობა რას გულისხმობ? დასრულებულობის შესაძლებლობაში გულისხმობ იმას, რომ ერთი ზედაპირი აქვს ფაქტიურად.
სრულია. რომელიც რა თქმა უნდა მობიუსთან შედარებით არის აი ამ ისეთი ნახრეთით გაჭრილი. ამიტომ დაუსრულებელი დასრულებულობა, ანუ ატყო, წარსული და მომავალი არის ერთმანეთთან სტრუქტურულ კავშირში მოქცეული, მაგრამ ამავდროულად არ არის დახურული სისტემა, ანუ მას შეუძლია მომავლის წარსულით ტრანსფორმაცია და გარდაქმნა. მაგრამ ეს არის, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სპირალური პროცესი და ამ ხრივ მიუღებელი იყო ისეთი რადიკალებისთვის, როგორც იყო ლუის ალთუსერი, რომლისთვისაც ისტორია უნდა დაწყებულიყო იქ, სადაც მეცნიერება გადაწყვეტდა მის დაწყებას. და სუბიექტი არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ამაში. ეს ყველი თავისთავად არის გარდაუვალობა სუბიექტის, ანუ იმ ნაწილის, რომელიც ვერ ექცევა ამ დიქოტომიაში.